ბელარუსში კელოგის ვიზიტის შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. მასთან ერთად გაათავისუფლეს კიდევ 13 ადამიანი. ტიხანოვსკი 2020 წლის არჩევნებამდე დაიჭირეს. რის შემდეგაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგვოდა. 2021 წლის 14 დეკემბერს ლუკაშენკოს რეჟიმმა მას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ წუთებში ისრაელის საჰაერო ძალები ირანში, ქალაქ აჰვაზში მდებარე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო ბაზას მომდავს. ისრაელის თავდაცვის ძალები ასაჯაროვებს კადრებს, რომელზეც ასახულია ირანში ისფაჰანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შედეგები. გასულ ღამეს დაიმბომბა ისრაელიც. ირანელებმა 6 ბალისტიკური რაკეტა გაუჩინეს, რომელთაგან 5 რაკეტს საწინააღმდეგო თავდაცვამ გაანადგურა. ერთი კი ქალაქ ხოლონში ჩამოვარდა. დასახლებულ ზონაში დაღუპული ან დაშავებული არავინ არ.